მოგესალმებით მეგობრებო, როგორც მოგიხსენებათ, გამას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მატჩი იმართება 29 აგვისტოს, სადაც დაუპირისპირდებით მე და სლავა. მოდით დღეს გადავწყვეტეთ შარშანდელი ჩვენი ჯგუფის განხილვა, სადაც მისი ცემით დავიღალე. 93 კილოგრამის ჩემპიონი. მოგესალმებით გამას მაყურებლებს და სრულიად საქართველოს. მე ვარ სლავა მარგიშვილი, გამას მებრძოლი. დღეს განვიხილავთ ერთ წელს უკანდელი ჩატარებულ ბრძოლას ჩემი და ნიკა ბოკელაოძეს შორის. 29 აგვისტოს გაიმართება ჩვენი რევანში შიშველ მუშტებზე. დაიწყო ჩხუბი. ეგრევე წინ შევარდი. პირველ ნომრად მუშაობ. კლინჩაც არეიდება, თუსაც კლინჩავება ადამიანს და როგორი ვუ დაუნგრიის სახე ეგრევე. ეჭიდობა თავის მამას სწავლა მას ნაშკარად. უკვე ზიანი მიყენებული აქვს. 5 რაუნდიანი ბრძოლა არის. და ისე არ უნდა გამოვიდეს ბოკელაოძეს ახლა რომ მთელი ენერგია პირველ რაუნდებს შეახარჯოს. აქ ვცდილობ კლინჩიდან გამოვიდე, მაგრამ კლინჩი საკმაოდ კარგად მუშაობს რა. პირველ რაუნდზე ვერაფერს ვერ ვიტყვი ისეთ განსაკუთრებულს, იმიტომ რომ დაზვერვა მიდიოდა ჩემი მხრიდან. ნიკას რაც შეეხება იღლება და იღლება. ორ მართლა არ მეგონა რომ 4 რაუნდს იჩხუბებდა ნიკა. მისამართად ისურს ხელებს. მაგრამ ძლიერი დარტყმები ხდება. აქ შეცდომა ჩემს ასაც ხედავ. ერთი წლის განმავლობაში პირველად მეტი გამოცდილება დამეგროვდა და ხელი პირველად გასწორებული მაქვს. ძალიან უმისამართად ვუქნებდი მე ხელებს და მაგიტო იყო რომ პოდკასტში ვაფშე არ ჩამისვია არც ყბაში არც ღვიძლში. ანდრითად თავის ზედანაწილში ხდებოდა საიდანაც კაცი ძალიან ეშვეთად ითიშება, ან კიდე ისეთ ადგილებში სადაც ზიანიც არ ადგებოდა რა. ეხლა კიდე ხელი უკვე გასწორებული მაქვს. და სულ ტექნიკური დატკბებს გავუშვებ ეს რამოს. მაშინ უბრალოდ ცოტა მეტი გამოცდილება რომ მქონოდა, აუცილებლად მოვიგებდი. მოლოდინებს რაც შეეხება მე მეგონა, სადღაც მეორე, მესამე რაუნდში გაჩერდებოდა ბრძოლა რა. აი უფრო მეორე რაუნდში რა, მაგრამ ამის გამძლეობა გამაკვირვა, სიმართლე ვგითხრათ რა. აი აქ წესით უკვე გამთხრება და მინუსკურა ეკუთვნოდა. მე-7 კლინჩი გააკეთა პირველ რაუნდის პირველ წუთში, მაგრამ რავი. ნახოთ აბა იქნება გამოცდილება მარტო მეკერემ საჯმაც მიიღო. სტილისტიკურად ვიცოდი რომ გიჟური ჩხუბი იქნებოდა და ეს ტექნიკურად არ მეჩხუბებოდა. ეს წამოვიდოდა ეგრევე ჩიხაობაზე და ჩემ გათიშვაზე, რაც რისთვისაც მე მოვემზადე, კარგი კემპი გავიარე. ჩემი მომზადება მაჯობა ნიკას მომზადებას და ამის შემდეგ გამარჯვება მოვიპოვე. რაც ჩანს ჩხუბში. უბრალოდ რაუნდები წავაგე. მაგრამ ჩემი აზრით პირველი რაუნდი არ წამეგია. აი კაცი, ძირითადად თუ თავის ზედანაწილში ურტყავ რა. ერთი ყმაში ჩამოსვალ ცუბრად გავთიშავდი, მაგრამ არა უშავს. თავარია გამოცდილება შემემატა. და ყველა ჩემს შეცდომას გამოვასწორებ. პირველი რაუნდი მორჩა, რასაც შევხედე პირველი რაუნდი მოვიგე, ძალიან დიდი უპირატესობით. პირველი რაუნდს შეეხება ეხლა რას უყურე, ჩემი აზრით, აი ოდენ ცოტათი მოვიგე რა და მაგრამ მეორე და მესამე რასაც უყურე წავაგე. აქ კარგი ბექვისტი მოხდა. ნიკა გაუგნებულია თუნდაც. მეორე რაუნდში უკვე მაგარი დაგრილი ვარ აქ. მაგრამ მაინც ეგრევე შუაში შევდივარ, ეგრევე შეტევაზე ვარ. აქ კაი ბექვისტი გამიტარა. მაგრამ სიცილით დავუხდი მაგას. ეხლა მას ეგონო კიდე გამოვიდოდა და 4-ში გამიმეორე ბექვისტი. კლასიკურად ის უჭიდაობაზე გადავიდა. კუთხე მითხრა, როგორც მუშაობ ეგრე გააგრძელებო რა, იმიტომ რომ პირველი რაუნდი კარგად წავიყვანე. შედარებით მეორე, მესამე რაუნდთან შედარებით უფრო ნაკლები დარტყმა მივიღე. მაგრამ მეც ადამიანი ვარ, მეც ვიღლები, მეც დავიღალე და შეცდომები მეც ბევრი შეცდომა დაუშვი და მაგის ხარჯზე გავატარე დარტყმები. თუმცა როგორც ნიკა იძახის ესეთი დარტყმები მართლა ხალხს თავს ვაწყვიტავ და რაღაც ეგეთი მე არ მიგძვნია ეგეთი დარტყმა სიმართლე ვგითხრათ. თავში ბევრი დარტყმა, ყბაშიც მივიღე ბევრი დარტყმა. მაგრამ ნოკდაუნში არ ყოფილი ვარ ოფში, რავი, ამ 4 რაუნდის განმავლობაში.
აქ ტანში მუშაობ, მაგრამ არასწორად მუშაობ ტანში, იმიტომ რომ მაშინ არც ვიცოდი ღვიძლისა და ისა და ვურტყავდი ძირითადად ზურგში. მაგრამ არა უშოთ, ყველაფერი შესწავლილი მაქვს. ამ ჩხუბში მე ბევრად კაი ჩხუბ შემოგთავაზებ. აქ წარბი გამისკდა. არ ვიცი რა დროს გამისკდა ეს წარბი. აქაც მაგარი მოხდა. წაბორზიგდა კლინჩით შეინარჩუნა თავისი წონასწორობა. ნახოთ სლავა როგორ აღიქეს საერთოდ. 90% დარწმუნებული ვარ, ამ დარტყმას ვერ გაუძლებდა. გავლენა მოახდინა. კი და ბოყელავაძე დაიწყო ისევ როგორც ჩვევია. აბულგებს დარტყმას ამათ შემიძლია თქვა რომ ეს რაუნდი 10-8 წავაგე. კლინჩის გარდა სლავას თავარი ანუ ბევრი სუფთა დარტყმა გამიტარა, არ უნდა გაჩერდეს ის ისეთობიო. მაგრამ უკვე ნიკა დაღლელია სახეაც ეთყობა. გადამაწვნა ტრადიციულად. აქ არ ვიცი ანუ ეს წესებში მოსულა თუ არა ეს ორი რაუნდში უკვე 15 კლინჩი და გაფრთხილების გარშე არ ვიცი. ჯამში რას დავთვალეთ 25 კლინჩზე მეტი იყო, დაახლოებით 30 კლინჩი იყო 4 რაუნდში, სადაც ერთი გაფრთხილებაც არ მიუცია. სისხლი სლავასგან. მეტარო ოф, აქ მაგარი ტრაპანი გავადინე თავში. ეგ ყაბაში მოხვედრო და უეჭველი გაითიშებოდა. წაბორზიგდა სლავა. წაბორზიგდა კლინჩით შეინარჩუნა თავისი წონასწორობა. ნახოთ სლავა როგორ აქაც უკვე ძალიან შეილყა რა, იცოდა ვითიშებოდა, ესეთი დარტყმა მოხდა, ერთი ცოტა მეყურებინა, აუცილებლად დავარდებოდა და თავის ჭკუა ეხმარა ესე დამკრინჩა აქ. და სამ კლინჩიდან გაგვაშველა ეს და საჯი დაერეპარეკა, უკვე მოიხოდა და გააგზავნა ჩხუბიც. თან ჩემი წარბის გახეთვაც უფრო მოქმედებს. თვალში ჩამდის სისხლი. ექიმი რომ მოვიდა ჩემთან ვეუბნებოდი, ბევრი ვაზელინი წამიშრო სისხლი არ წამოვიდეს, საჯმა არ გამაჩეროს თქო. ეს ბრძოლა რომ დამთავრდა მეორე რაუნდიც მორჩა. აქ მართალია ერთეული კაი დარტყმა გამიტარა სრავამ. თავის ბექფისტის და კიდევ ერთი ორი დარტყმა, მაგრამ ეს რაუნდიც მე მოვიგე ქურებითაც რო შევხედოთ, იმიტომ რომ ბევრად მეტი ზიანის მივაყენე და ბევრად მეტი დარტყმას გავუტარე. და სულ შემტევი ვიყავი მისგან განსხვავებით. ნიკას რო უყურებდი ყოველი გაშველების დროს თვალებში რო უყურებდი, ხედავდი ამის თვალებში უკვე აი დანებება უნდა და მაგრამ ისეთი ჟილკა აქვს და ისეთი მებრძოლი სული აქვს, თითო ვერ არ დანებდა რა. და ამის ხარჯზე მივიდა ჩვენი ბრძოლა 4 რაუნდამდე. მესამე რაუნდში უკვე სახე აღარ მივარდა. ძალიან ჩახუთურობა იყო მაშინ მაგ დღეს ჩხუბის სამამულს. მაინც უწინ მივიწევ ეგრევე. აურიც ამდე დარტყმას როგორ გავუძრო, არ ვიცი ნახე. აქ ფეხზე გავდგებარ უკვე ესე ვარ, მაგრამ მაინც ვიბრძვი ბოლომდე. 3 რაუნდი ყოფილიყო, კამარი უკვე ჩემი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოყელავაძე ძალიან დაღლილია აშკარა არის. ძალიან ბევრი დარტყმაც აიციდა რა, იმიტომ რომ პირველად შენელებული ვიყავი რა. მაშინ უფრო მასაზე უფრო ვარჩობდი ვიდრე ტექნიკაზე ან სისწრაფეზე და მაგით იყო ცოტა შეკრული ვიყავი მაშინ კუნთების მხრივ. ხონდა სრავ ასწრებდა თავის სისწრაფით ბევრი დარტყმის აცილას. მაგრამ ახლა სისწრაფეც ბევრად მომუმატე, ტექნიკაც და დარტყმების უფრო ჩასმული მაქვს. მოკლედ, თითქმის ჩემი ყველა მინუსი გავაპლუსე, რაც ერთი წელი წინ მქონდა. ერთ-ერთი რაც დამჭა მე ყველა მის დიხანის მომხდარა, რის გამოც ახალ ქალაქში მემზადები, ძალიან დიდი მადლობა ახალ ქალაქის ხალხს, ნაირმენიკიანს, მომზადებენ, ძალიან მაგარი ხალხი ცხოვრობს იქ. ახლაც გადაღების გამო ჩამოსული და ესე უკან ვაპირებ დაბრუნებას და კემპერთან უნდა გავიაროთ, რომ ორივე აუცილებლად კამერები გადავიკიდოთ მხარეზე და ესე წამოვიდეთ გამარჯვებულები რინგიდან. ნიკა რო იძახის უმეხუტებოდაო. შეხედეთ და თვითონ მოდის თავით ეგრევე. წელში ეგრევე შემოდის. აქ უკვე ისეო. აქ ნიკა უკვე ჩაიჩოქა. კლინჩი შესვლა არა თუმცა აქ ვცდილობ კიდე ჩხუბს, ეს კიდე ვცდილობს რომ დამკრინჩოს. ერთი ბრექფისტი გამოვაგდო, მაგრამ ამცდა და აქეთ უპასუხე მარცხენა ხუკით. არ ვიცი როგორ გავუძრო ამდე დარტყმას. აი რომ რაშამ თუ მიაწოდა 1-2 დოპინგი არ ვიცი. აქაც კიდე შეტევაში და ჩემი თვეცემი აქ უკვე ისე ვიყავ რომ ჰაი რაღაც მიმიწოდებოდა უკვე ისე ცუდად ვიყავ. აკაპი გამოგებული მქონდა მაინც ჩამარტყა. აი ხა უნდა შეუტიოს გოლი. ხა კიდე ბოლო ძარებით უტევე ხა კიდე. უკვე ნიკა ძალიან შენელებულია.
აი სიმართლე გითხრათ, ცალი თვალი დახუჭილი მქონდა, ცალი თვალითაც დავინახავდი ნიკას დარტყმის. იმდენად დაიღალა. არ ვიცი, ერთი დიხანია რაც შემიძლია თქო, რომ მე უფრო ვიღრები, ვეღარ ვდგავარ და ეს ხურდებოდა პირიქით, თო მესამე და მეოთხე რაუნდში უფრო ხოძე გამოდიოდა და უფრო სისწრაფით იცრებდა და რანაირად არ ვიცი. მესამე რაუნდი მორჩა, მოკლედ სამივე რაუნდი მე მოვიგე. ეს არცახად ყველასთვის. ჩემი აზრით ეს რაუნდი ფრე იყო. პირველი ჩემი აზრით მე მოვიგე ცოტათი, მეორე რაუნდი წავაგე, საკაიფო წავაგე. ეს რაუნდი იყო ჩემი აზრით ფრე. მეოთხე რაუნდში გამოსვლა აღარ უნდა. всё. წინ აღარ მოდის. აი კარგები მოხდა. დიხანია მეოთხე რაუნდში ძალიან უმტყუნა ნიკას. მოკლედ იწყება მეოთხე რაუნდი. სადაც უკან ერთი შეცდომა დაუშვი რომ მე როგორც ყველა პირველ რაუნდში გავთიშები ფიქრეს რაღაცას ესე გავუკეთებდი და მთლიანი ენერგია მე პირველ რაუნდებში გამოვიყენე რომ იმედი მქონდა ბოლომდე გაითიშებოდა. და მეოთხე რაუნდის დასაწყისშივე ჩანს რომ ფეხებს ვეღარ ვდგავარ, მაგრამ აი მაინც თუ წინ მივდივარ და აი ჩემით ავიღე 3 ნოკდაუნი რა. აი უფრო ჩხუბი აღარ შემიმნო და მეაჩვენა 1 მინუსი კულა მიყო და 10 წამი დამესვენა და ისევ 10 წამით გამომშვებული ძალით კიდე ბოლომდე შემეტია რომ იქნება გამეთიშა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ შემდეგ რაუნდს მე პროსტო ფეხზე ვეღარ ვიდგებოდი ფიზიკურად რა. და მაგიტომ ვაპირებდი, რომ მეოთხე რაუნდში მეთქე ავიღებ ამ მინუს კულას, მაგრამ 10 წამიან დასვენებას, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და გავთიშავ თქო, მაგრამ მაინც გააგრძელეს აღულ. ეს ძალიან დაღლილი ვიყავი. აი რა დავსაუბრე. მიუხედავად თან ივლისის შუა რიცხვები იყო მოგესწრებათ. მისი ძიმე ხელს ყოველ კარგი უნდა იყოს, იმიტომ რომ მას ძომში ჩავკუპი რაღაცა. აი კიდე ბოლომდე ჩეხაობაში ავყევით. აქ სხვათა შორის არ მეგონა თუ საო ჩეხაობაში ამყვებოდა მეოთხე რაუნდის დასაწყისში. ეტყობა იფიქრა დაღლინიაო, მაგრამ მის დატყვეს მაინც ვერ გძნობდი იქ რინგში. ორივე წინც არ უნდა მოიგოს. კი ორივე ცდილობს რომ ზიანი მიაყენოს მის მეტოქს. აქ უკვე ვეღარ ვსუნთქავ ერთი მინუს კურა აგერ ავიღე. აქ უკვე ესეთ სახე მაქვს. ყველას გვინდა ბრძოლა დამთავრდაო, მაგრამ ამ 10 წამს მე ვიყენებდი რომ ენერგია ამ მეღო რომ უფრო მაგრა შემეტია მე. აქ ბევრი იძახის რომ ეს ბრძოლა არ უნდა გაეჩერებინეთ, იმიტომ ნიკა აგრძელებდა, მაგრამ პროფესიონალურად რო შევხედოთ, რაუნდში 3 ნოკდაუნი უკვე გაჩერებას ნიშნავს რა, უნდა გააჩერო ბრძოლა. მებრძოლი რო ვეღარ დგება და რო ვეღარ აგრძელებს, პროფესიონალურად ეგრე არის რომ უნდა გააჩერო ბრძოლა და ეს ნიკა ეს სწორი გადაწყვეტილება მიიღო მსაჯმა, რასაც ბევრი არ ეთანხმება. აი აქ ვაგრძელებ და ეგრევე წამოვათვა რა, ხელს ვათმევთ. აი წავედი ეგრევე ისევ. აი ყაბაში ჩამოსვა. დავორდებოდა აუცილებლად. მაგრამ ისე დაღლილი ვიყავი, ისენი რა ვიქნებოდი რომ ანუ იცერდა რა. მეორე აქტერზე ვიღარ ვდგავარ მეორეჯერ. აქ უკვე აი თავს წირავ ისე გამოდის, იმიტომ რომ წარმოგიდგენთ ფილტრები ჩაკეტილი აი გული გიჭერს, აერი აღარ მიგეწოდება, მაგრამ აი თავს წირავ მეთქი არ წავაგებ ამ ძორას თქო აი არ ვიცი რა. აქ ნადგომა მესამე ნოკდაუნი ნადგომა, მაგრამ გამიჭირდა უკვე ძირს ვიყავ. მაგრამ ყოველი ჩახუტება აი ეს დაკრინჩვა ისეთი ის იყო ვერ ვსუნთქავდი უკვე რა. აქ კიდე 3 ნოკდაუნის მერე კიდე მეწავედი რა. მაგრამ აქ ახლა ჭიდაობაშას უკვე ეს კიდე დავეცი და გამიჩენა მსაჯმა. გაიმარჯვა სლავამ. სიმართლე გითხრათ, მე არ ველოდი რომ ესეთი ჩხუბი წავიდო და ესეთი ბრძოლა იქნებოდა, მე უფრო მეგონა წეღანაც აღნიშნე რომ ორი რაუნდი ყველაზე მეტი გაგრძელებულიყო. არ ვერ წარმოვიდგენდი მართლა მაგას. უბრალოდ მე მოვიგე იმით, რომ ვემზადებოდი 5 რაუნდისთვის. უბრალოდ ჩემთვის მაინც გონებაში გადახარშული მქონდა, რომ ნიკას დიხანი არ აქვს და მე მეგონა რომ მეორე რაუნდში დამთავრდებოდა, მაგრამ მაინც 5 რაუნდისთვის ვემზადებოდი.
მოვემზადე 5 რაუნდისთვის და ამიტომაც გამარჯვება მოვიპოვე მე. მოკლედ, მეოთხე რაუნდში მადლობა. აჯობა ჩემ მომზადებას. მაგრამ ვინც კარგად ეკავით სპორტში შეხედავით, რომ მე სულ რაღაც 5 თვე ვემზადებოდი ბოქსზე. და საქართველოს ჩემპიონს 3 რაუნდი ისე მოუგე, რომ მაგრაცემი და პროსტ მე დავიღალე, თორე ანუ წინდოგობას ვერ მიწევდა, უბრალოდ მეხუტებოდა დიხანიაზე. იყო დამოკიდებული და ეხლა კიდე ემხრე გამოსწრება დავემატა. 5 თვენე გამოსწრებით თუ 3 რაუნდი მოუგე, ეხლა უკვე წელწანახმიანე გამოსწრებით მე აუცილებლად მოუგებ. მას იმიტომ დატკბებიც გავასწორე, დიხანიას ასე თუ ისე ხვდავ, გამოსწრებად შემემატა, ძალიან მაგარ ბიჭებს ვეჩხუბე და მოუგე. შემდეგ ბრძოლაში ახლა გეგმა უფრო აი ჩეხაობას რა, იმიტომ რომ უფრო აგრესიული სპარინგი მქონდა და სიმართლე გითხრათ, უფრო მეტს ვისვენებდი რა. ეხლა რომ ვარჯიშობ ყოველ დღე, ორგანიზმი იმფიტება რა და მე კიდე პირიქით ახლა ვაპირებ უფრო მეტ დასვენებას და ნაკლებ ვარჯიშს. აი სიმართლე გითხრათ, თვეში შეიძლება 1-20 დღე ვივარჯიშო, 10 დღე დავისვენ, იმიტომ რომ ვიფიტები, უფრო ვეღარ ვარ ხოძე რა. ამიტომ სხვა ჩხუბი იქნება ახლა 29 აგვისტოს. სადაც აუცილებლად მე გავიმორჯვებს. მოკლედ 5 რაუნდისთვის მზად უნდა ვიყო რა. ზუსტად ამისთვის არის რომ თავი გადადებული მაქვს. ვაფშე ამოღებული მაქვს ეს გოლაობა, ზაფხულია და ის ვქნა არა. სიბოლები მაქვს ახლა ერთთვიანი, მაგრამ ვემზადები, აუცილებლად მოვიგებ მე რემოჩს. თავს შევწირვა ბოლომდე. და გამარჯვებას ავიღებ, გაჩერებას არ ვაპირებ. ეს ხო დასაწყისია. შემდეგივე თვის მეორე შეკითხვასაც მუშტებით გავაცემ პასუხს კორტავას. მეორე თვის ვაპირებ, რომ კორტავას შევხვდე.